უახლოეს ერთი კვირის განმავლობაში რა ძირითად და რა მთავარ ენერგიებში იქნებით პირადში, ფინანსებში და რჩევები თქვენთვის ბალანსისთვის არ დაგავიწყებთ ჩემი გვერდის გამოწერა თუ გამოწერილი არ გაქვთ ვიდეოს დალაიქება და კომენტარში თუნდაც ციროდენის სიყვარულის და სითბოს გაზიარება. იფიქრეთ საკუთარ თავზე, ნახოთ ახლა ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით და გავაგრძელებ. ვიდეოს დავაპაუზებ, რომ ძალიან გრძელი არ გამოვიდეს. ზოგადი ენერგიების აღწერით დავიწყებ და გეტყვით, რომ კვირა საკმაოდ ისეთია ტრანსფორმაციული თქვენთვის, აქ შესაძლებელია რაღაცა ძველის, წარსულის გაშვება ხდებოდეს, არჩევანის წინაშე იდგეთ და გიწევდეთ გაწყვეტილების მიღება. შესაძლებელია აქ არჩევანი უკვე გაკეთებულიც არის, მაგრამ შინაგანად არ გაქვთ რაღაც სიტუაცია გაშვებული, უფრო მგონი ალბათ პირად ურთიერთობებს ეხება ეს სიტუაცია და თითქოს გიწევთ ამ საკითხის საბოლოო თქვენში გადაწყვეტა. კვირა იქნება საკმაოდ რუტინული ამასთანავე, ბევრი შრომას ხედავ, ბევრი ენერგიის ჩადებას, რესურსებისთვის, ფულისთვის შრომას და ზოგადად აქტიური და მოდუნების საშუალება არ გაქვთ, მაგრამ აი შინაგანი გაორება თუ რაღაც შინაგანი კონფლიქტი ესე ვიტყოდი და არჩევანის მდგომარეობა გასდევს კვირას ფონად მთელი ერთი კვირის განმავლობაში. აქ რაღაცა ძველი უდამოძველებული უნდა გავიდეს და წავიდეს თქვენი რაც შეეხება პირად სასიყვარულო ურთიერთობებს, საკმაოდ დაძაბული ენერგიები ამოგდით პირად ურთიერთობებში, ისეთი ტყუილის ენერგიები, მანიპულაციები შესაძლებელია იყოს, შესაძლებელია აქ მიდიოდეს ბრძოლა სიმართლის დამტკიცებისთვის, ვინ მართალია, ვინ სწორია, ვინ დამნაშავეა, ურთიერთკონფლიქტური ვითარება, რაღაცა აქტიურობა, გადარჩენისთვის შეიძლება ურთიერთობის გადარჩენისას მიდიოდეს ბრძოლა, გაბრაზება ჩანს ბევრი, საკმაოდ დაძაბული ენერგიები ამოდის. არ გამოვცხოვრებ თქვენთაგანთან მომდევნო კვირაში ურთიერთობაში დაპაუზებაც კი მოხდეს, ოღონდ დაპაუზებას წინ უძღოდეს გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია და ისევ და ისევ აქ როგორც თქვი არის ვარიანტი, რომ მესამე პირები იყოს ურთიერთობაში სასიყვარულო კუთხით და აქედან გამომდინარე იყოს არჩევანი გასაკეთებელი, თქვენ ან თქვენი პარტნიორის გიწევდეთ არჩევანის გაკეთება, ვისთან უნდა, როგორ უნდა, საით უნდა. რაც შეეხება ფინანსებს, ფინანსებში ვიტყოდი, რომ ეკონომის გაკეთება გიწევთ ფინანსური კუთხით შესაძლებელია ახლა აქ, მაგრამ კარგი ის არის, რომ რაღაცა ძველი საკითხების გადაჭრა გიწევთ პირდაპირ თუ აქამდე კარგად შრომობდით და ესე რომ ვთქვათ, ბევრი გაირჯეთ და ეხლა დროა რომ შედეგი მიიღოთ, ანუ რა დათესეთ, ის უნდა მოიმკართ თითქოს ფინანსებში, ესეთი ენერგია, მაინც რაციონალურად შეაფასეთ ფინანსები, არ დახარჯოთ, არ იყოთ ხელგაშლები, კვირა ვიტყოდ, რომ ხარჯი იმდენად არ არის, მაგრამ გიწევთ რაღაცა გამოსავლის ძიება. ეს გამოსავალი იდეაში მოვაკიდეთ თქვენამდე, ხა თუ ფინანსურ კრიზისში ხართ, ვიტყოდი, რომ გამოსავალი ნამდვილად გამოჩნდება და რაღაც საკითხი გადაიჭრება. შესაძლებელია აქ ოფიციალური ორგანო ან რაღაც საჯარო დაწესებულებიდანაც გქონდეთ გარკვეული ფინანსური სარგებელი. რჩევას რაც შეეხება თქვენთვის ერთი კვირის განმავლობაში, რჩევა ესეთია. იყავით რაციონალურები, შეაფასეთ სიტუაცია ტვინით, ლოგიკით, გონებით და გრძნობებს და ემოციებს არ აყვეთ. ეს ერთი საკითხი. არ იჩქაროთ გაწყვეტილებების მიღება, დააკვირდით პროცესებს, დააკვირდით სიტუაციებს, დაიცავით თქვენი ინტერესები. თუ სადმე ფიქრობთ, რომ არ შეგეფერებათ ეს სიტუაცია, თქვით არა და თქვით, რომ არა, მე ესე არ მაწყობს, ანუ მკვეთრად გამოხატეთ თქვენი პოზიციები და საერთო ჯამში რჩევა არის ის, რომ მიედეთ, მაინც დააკვირდით და არ აჩქარდეთ არანაირ გაწყვეტილებაზე და კითხვა, თუ რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხით გადაწყვეტა გიწევთ, თქვით, რომ ჭირდებათ რომ მოფიქრებით და გადით მარტო და დარჩით და იფიქრეთ, თუნდაც რამდენი დრო შეიძლება დღეები დაგჭირეთ, შეიძლება საათები დაგჭირეთ, პასუხები შემოთავაზებებზე იქვე არ გასცეთ და იქვე იმპულსურ ენერგიებში არ გადავკლეთ, ჯერ დაფიქრდით და მერე იმოქმედეთ, რას გააკეთებთ, როგორ და რისთვის. პირად კონსულტაციას შესაძლოა შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, Facebook მაყურებელმა პირადი შეტყობინების დროში. ხონა მექნება რომ მომწერეთ, არ დამირეკოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ. მადლობა ყურადღებისთვის.